რაღაცას კითხავ ერთ წამი ბოდიში. რა შენ ნახე ერთ წამით შენ ხო აპროტესტებ ამას რაც კობახიძემ თქვა, იმას აპროტესტებ, რომ არჩევნები გაყალბდა? ხო? ამასაც აპროტესტებ. ანუ მე ვთვლი რომ გაყალბებულია. რატომ თვლი ფაქტი? აუ ახლა ძალიან შორს წავალთ კიდე. ჩემი აზრი ესეთია ძმაო და. აზრი ეგეთია ხო? ნუ ესე მგონია რომ ახალ კიდია გაყალბდა ძმა, ასე გაყალბდა და ბოშკო გაყალბდა, ვსიო ძმა. აი ეს თავრობა. უნდა გადადგეს, ამას გეტყვი. გაყალბდა არჩევნები, უნდა ჩატარდეს. ახალი არჩევნები, ეს არის ჩემი აზრი. ახლა თუ ვისაუბრეთ ამაზე უფრო დეტალურად, ძალიან შორს წავალთ რა. პროსტა ეს არის ჩემი აზრი ძმაო რა. არც ნაცია არც ვინ უნდა მოვიდეს, რო გითხრა ვე. ვინ მოვა? აი ვინ შენ ვინ გინდა რომ მოვიდეს? აი ამ კითხვაზე სხვათა შორის ადრეს რო ვილაპარაკეთ, ამაზე გქონდა შენ კითხვებს მისვამდი რა. აი მაგას ვიძახი, სტრიმი ერთი წამი. მილო სტრიმის დასაწყისში რას ვიძახდი გახსოვს? რომ მეთქიც მაკაცებთან პროსტა რომ ანუ ხო, კაი, გაყალბდა, არ გინდა ეს თავრობა, არ გინდა. ვინ გინდა? და ვერავინ ვერ მცემს პასუხს მეთქი. მეუბნები და ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს, იმიტომ რომ გაყალბდაო და ვინ გინდა? შენ ვისისურვებდი რომ მოიგოს. ბიჭო, ანუ არ მაქვს რაღაცა ის კონკრეტული ძმა კიდევ აბა, თუ არ გაქვს, ის კონკრეტული არ გაქვს, ინფორმაცია არ გაქვს. შემოდიხარ უაზრობებს, მებაზრები, ვაფშე რა გინდოდა ძმა აქ რომ დააჭირე და მითხარი იგის. ნებისმიერი ჩემი დედავატერი ოღონდაც ესენი არა, ჩემი კაცი. აი ესაა ჩემი აზრი. ნებისმიერი? მე ვერ გეტყოდი ეგრე. მე ვერ ვიტყოდი. მე ვერ ვიტყოდი ეგრე, მაგალითად 25 მინიმუმ 25 მიზეს დაგისახელებ, რატომ მირჩევნია ქოცები ნაცებს. 25 მიზეს მინიმუმ დაგისახელებდი დიდი სიამოვნებით და შენ ერთ მიზეს ვერ დამისახელებ, ნუ სავარაუდოდ ახლა ამ კამათში იმას მეტყვი რომ ისინი ევროპისკენ წავლენო, მაგრამ აგრე გეუბნები მე. მიშას დროს, ანუ ხალხის საკეთილდღეოდ რა, აი ნაციონალების დროს, ევროპისკენ რა ძვრა გავაკეთეთ. შენ შეგიძლია ერთი მაგალითი დამისახელო. ყავდა ხომ პროევროპული მთავრობა აგერ მეუბნები დღემდე ნებისმიერიო ოპოზიციიდან. ანუ ნებისმიერზე იძახი რომ არის პროევროპული მთავრობა. ყავდა ეს პროევროპული მთავრობა. რა ძრები და რა ნაბიჯები გავაკეთეთ ჩვენ მაგათ დროს. შეგიძლია მითხრა ერთი მაგალითი შეგიძლია დამისახელო? არ შეგიძლია. ყლეზე დაიკიდე რუტო პოლიტიკაზე ლაპარაკი. ბიჭო რა, აი დამისახელე ერთი მაგალითი დამისახელე. რა გაკეთდა ნაციონალების დროს ხალხის საკეთილდღეოდ, ისე რომ ევროპისკენ ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. შეგიძლიათ ერთი მიზეზი, ერთი რაღაც მითხრა. არ მინდა ასე შორს წასვლა. ნახე, მე გეტყვი. რუტო, უვიზო მიმოსვლა, მოიცადე. უვიზო მიმოსვლა? უვიზო მიმოსვლა, მოიცადე, ვის მიეცხმა. არა, მაიცადე, ნუ კითხულობ კომენტარებს, ნუ კითხულობ, მე ლაპარაკე. უვიზო მიმოსვლა? ხო, მე უვიზო მიმოსვლა. ხო, ანუ ნაცების დროს შემოვიდა უვიზო მიმოსვლა, ხო? აი, მე ანუ არ შემოსულა ნაცების დროს, ეგ ოცნებამ გააკეთა. ხო, აი ხა დაამთავრე ლაპარაკი და ნუ მეკამათები რუტო გთხოვ. მეორე. აგერ ახლა ამ წამს მეუბნები ნებისმიერი, მაგრამ არა ეს მთავრობაო. მე გეუბნები რომ ყველა თითქმის, ვინც ახლა პარლამენტში, ანუ წესით, ვინც ბარიერი გადალახა, ყველა ნაციონალია. ყავდნენ ეგ ნაციონალები. რა გააკეთეს, გეკითხები და ვერ მპასუხობ.